ადამიანი, რომელიც მსოფლიო სპორტის ისტორიას სამუდამოდ დარჩება. კაცი, რომელმაც საბრძოლო ხელოვნება მთელს მსოფლიოს მოსდო. MMA-ის გლობალური ფენომენი, რომელმაც ნოკაუტის კულტურა ხელოვნებად აქცია. და ტიპი, რომლის ლეგენდარული კარიერას და ყველა სხვა დიდებული მიღწევაც თვალის დახამხამებაში ლაფში ამოისვარა. Yeah. In that first round, he's one of the most dangerous guys alive. For sure. He's so good, and it's just, I wonder how he's going to come back with that leg break. განა რა მოხდა ისეთი, რომ ტიპს, რომელსაც შეეძლო ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი გამხდარიყო, ახლა ნარკომანიით და ძალადობით არის ცნობილი. ერთი ის ნამდვილად ვიცი, რომ თუ დაბრუნდება, მის ბრძოლებს აუცილებლად კროკოსთან ერთად უყურებ. როგორც იცით, ჩვენი არხის მეგობარი ბრენდი არის კროკო, ჩვენ კი დავიწყოთ. You're dead in that octagon tomorrow night. Your wife is in me DMs, hey baby, hit me back on my chat. მას შემდეგ, რაც ირლანდიელი გახდა პირველი კაცი, რომელსაც UFC-ის ორი დივიზიის ქამარი ერთდროულად ჰქონდა, მისი ცხოვრების განსხვავებული ვარსკვლავური ერა დაიწყო. პირველი კარიერული ფეხის დაცდენა მაშინ იყო, როდესაც 2017 წელს MMA-დან კრივში გადავიდა და ფლოიდ მეიუეზერს დაუპირისპირდა. ეს რომ გაეკეთებინა, მას UFC-ის მსუბუქი წონის მიგდება, ჰაერში დაკიდება მოუწია. იქამდე კი სანამ მაკრეგორი შვებულებაში იყო, სხვა მებრძოლებს არ დაუსვენიათ. ხოდა მის ამარყოფნაში ვაკანტურ ქამარზე ბრძოლები წავიდა და მისი მფლობელი არც მეტი არც ნაკლები თვით ხაბიბ ნურმაგომედოვი გახდა. ხო, აქვე ხაბიბისა და კონორის დაპირისპირებაზე ვიდეო ჩემ არხზე უკვე დევს და შეგიძლიათ გადახედოთ. ალბათ ყველას გახსოვთ ის ცნობილი ინციდენტი, როდესაც 2018 წელს მაკრეგორი მის დიდ საძმოსთან ერთად მებრძოლებით სავსე ავტობუსს მიადგა. რკინის კონსტრუქცია აიღო და ავტობუსის შუშა ჩაალეწა. ამ ქმედებით კი ავტობუსში მჯდომი არაერთი მებრძოლი დაზიანდა. That's why, oh yeah, fucking 15, that's right! Dude, what the იმის მაგივრად რომ ეს აქციელი ყველას დაეგმო და ეღიარებინათ რომ საშინელება იყო, ნუ რაც მოგვიანებით გააკეთეს კიდეც, UFC ადგა და ეს კადრები მაკრეგორისა და ხაბიბის ბრძოლის გაყიდვისთვის გამოიყენეს. ასეთი მძაფრი ისტორიის და უდიდესი ინტრიგის მქონე ბრძოლა ამ ორგანიზაციის ისტორიაში მანამდე არასდროს ყოფილა. ირლანდიელმა კი რა იცოდა, რომ სწორედ ეს ბრძოლა იქნებოდა მისი კარიერული კრიზისის პირველი, ყველაზე დიდი ნაბიჯი. საერთოდ არავინ ელოდა, მით უმეტეს კონორის გულშემატკივრები, რომ ხაბიბი ადგებოდა და დომინანტურად გადაუვლიდა მაკრეგორს. ხაბიბი შევარდა, აქცია, grounded pound-ით კარგად დანაღა და ბოლოს ის მოხდა, რაც ასეთი დონის მოჭიდავესთან განაჩენია. მან მაკრეგორის კისერი აიღო. არბიტრმა ბრძოლა გააჩერა, ოღონდ მებრძოლებს შორის. რა იცოდა ხალხმა რა მოხდებოდა. წამებში მეორე ბრძოლა დაიწყო. დაღესტნელი ოქტაგონიდან გადახტა და პირდაპირ მაკრეგორის გუნდის წევრებში ჩახტა, სადაც საშინელი ალიაკოთი ატყდა. ისეთი, რომ უშუალოდ მებრძოლების ჩხუბი საერთოდ გადაფარა. მაკრეგორი, კაცი, რომელიც მანამდე მართლაც მენტალური მონსტრი იყო, გასახდერში დაჩაგრული სტატუსით გავიდა. საუბარი წავიდა რემატჩზე, მაგრამ ხაბიბი უარზე იყო. ამბობდა, რომ კონორი ამას არ იმსახურებდა. ძალიან ბევრი თვლის, რომ სწორედ ეს ბრძოლა იყო ის საწყისი წერტილი, რამაც მაკრეგორის სპორტული ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა. ცეცხლი, ჟინი და მონდომება სულ გაუქრა და იმის კეთება დაიწყო, რისი წინააღმდეგიც აქამდე იყო. ყოველ კვირას სხვადასხვა წვეულებებზე სიარული, მუდმივი გართობა და თრობა, რამაც არაერთხელ გახვია იგი შარში. 2019 წლის მარტში მაკრეგორი დააპატიმრეს. მისმა ერთ-ერთმა გულშემატკივრმა სცადა, რომ თავისივე ტელეფონით მასთან ფოტო გადაიღო. ირლანდიელი კი ადგა, ტელეფონი გამოგლიჯა და ფეხით დაულეწა. ამავე წლის აგვისტოში ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც კონორი დუბლინის ერთ-ერთ პაბში მოხუცებულ კაცს სახეში ურტყავს. რადგან მან მებრძოლის შემოთავაზებული ვისკი უარა. ჰა? ო, და იმ კაცმა არ მიდა შენი არაფერიო და ჩაათხლაშუნა 2020 წლის იანვარი. MMA-ის სუპერვარსკვლავი ბრუნდება დონალდ კოუბოის ერონის წინააღმდეგ UFC 246-ზე. ყოფილ ჩემპიონს ჯამში 40 წამიც არ დასჭიროებია, რომ ეს ბრძოლა მოიგო. მიკროფონით ხელში კი ხალხს მიმართა, რომ იგი სერიოზულად ბრუნდებოდა. მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, კრიტიკოსები მაინც ფიქრობდნენ, რომ ეს გამარჯვება საერთოდ არაფერს ნიშნავდა, რადგან სერონე უკვე თითქმის პენსიაზე გასული მებრძოლი იყო. წეღან კი გითხარით, რომ მაკრეგორი ხალხს დაბრუნებას დაპირდა, მაგრამ ამ ბრძოლიდან მალევე მან ტვიტერზე ყველას ამცნო, რომ ამ სპორტიდან მიდიოდა, უკვე მესამედ. სულ ახლახანს ჰქონდა ნაბრძოლი, მაგრამ მაინც ვერ ახერხებოდა, რომ შარისგან თავი აერიდებინა. გამოიცანეთ რა მოხდა? ისევ დააკავეს კორსიკაში. ამჯერად სექსუალური ძალადობის ცდელობის გამო. 2019 წლის შემდეგ ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც მას კანონის წინაშე სერიოზული პრობლემები შეექმნა. ციხიდან გამოსული ისევ აანონსებს დაბრუნებას და ამჯერად ბრძოლა ენიშნება თვით ბრილიანტთან, დასტინ პორიესთან. მას 2014 წელს უკვე ჰქონდა დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამარჯვება მოპოვებული. ხოდა ამ ბრძოლასაც საკმაოდ დიდი თვითრწმენით მიუდგა, მაგრამ რა იცოდა რა ელოდა. ამჯერად პორიმ ჭკუა იხმარა. ბევრი ლექიქი გამოიყენა მაკრეგორის შესანელებლად. ამ სტრატეგიამ კი გაჭრა და ირლანდიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ოქტაგონის ძირზე გააწვინა.
გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, რომ კონორის ბრძოლას, რეფლექსებს და მანერებს უკვე ძალიან ეტყობოდა პენსიაზე გასული მებრძოლის ნიშნები. Well, now, the reality is Conor's best days are long gone. They're behind him. ზემოთხსენებული ბრძოლის წინ საერთოდ არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, მაგრამ მესამე ბრძოლისას ყველაფერი შეიცვალა. ტრილოგია ასე იწყება. მაკგრეგორი ოლინს შევიდა და ყველანაირი ბინძური სიტყვით მიმართავდა პორიეს. თან ზემოდან მის საქველმოქმედო საქმეებსაც დასცინოდა. Joe, in 16 hours' time, this man is gonna learn that if you disrespect a person's kindness and take it as a weakness, you must pay. ბევრს ეს მოიწონა, რადგან ჩათვალეს, რომ ძველი მაკგრეგორი ბრუნდებოდა. ბევრიც კი ითვლიდა, რომ ეს სამაზრზენის ანახავი იყო. არავინ ელოდა, რომ ეს ტრილოგია ირლანდიელისთვის საშინლად დასრულდებოდა. მიუხედავად კარგად ჩატარებული პირველი რაუნდისა, უკან სვლის დროს კონორმა ფეხი დაიზიანა, ისე რომ ტკივილისგან მხოლოდ ხელებს გაიფარებდა და ეს ბრძოლა იქ იმის გადაწყვეტილების შემდეგ აღარ გაგრძელდა. სამაგიეროდ გაგრძელა სიტყვიერი თამაში. გალიასთან მჯდომი კონორი სიბრალისგან კანში ვეღარ ეტეოდა. Your wife is in me DMs, hey baby, hit me back on my chat here later on. We'll be at the after party. იმუქრებოდა პორიეს ძორზე ლაპარაკობდა და ყველას დაპირდა, რომ ეს ბრძოლა ოქტაგონს გარეთაც გაგრძელდებოდა. ამ ვიდეოს განმავლობაში ალბათ შეატყობდით, რომ ჩვენი გმირი ყოველი ბრძოლის შემდეგ რაღაც შარში ეხვეოდა, ხო და ტრადიციას არ ვარღვევთ. ბრძოლიდან მალევე გაირკვა, რომ იტალიელი DJ ფრანჩესკო ფაკანეტი მაკგრეგორს ადანაშაულებს სახეში დარტყმის და ცხვირის გატეხვის გამო. ხო, იმ დროს, როდესაც ირლანდიელი არავის ურთხოვდა და აზიანებდა, დროს გამოსაჯამრთელებლად იყენებდა, რადგან ბოლო ბრძოლაში ფეხზე დიდი დაზიანება მიიღო. ცოტა ხანი სოციალურ ქსელებში აქტივობას მოიშვა და აქედან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გავრცელდა ფოტოები, სადაც მაკგრეგორი ლამის ორჯერ დიდი იყო ზომაში. ძალიან ბევრი ამტკიცებდა, რომ იგი რეაბილიტაციის დროს სტეროიდებს იყენებდა და ამავდროულად ცდილობდა სამომავლო დაბრუნებისთვის უპირატესობები შეექმნა. ეს ეჭვები საფუძველს მოკლებული არ იყო. UFC-დან UFC-სთან პარტნიორობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც სააგენტომ UFC დაადანაშაულა მაკგრეგორისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნაში, რაც მას საშუალებას აძლევდა, რომ თავიდან აეცილებინა ნარკოტესტირების პროცედურები. მისი ოქტაგონს დაბრუნება რამდენჯერმე გადაიდო. ეს ფაქტი კი მას მოსვენებას არ აძლევდა. მულტიმილიონერი, ექსცენტრიული სპორტსმენი, რომელსაც აღარაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. ამის შემდეგ რა უნდა წასულიყო ცუდად. დაახლოებით 4 წლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესს, გართობას და კრიტიკულად გაკიცხული ფილმის 8 თაუსის რიმეიქში მონაწილეობას დაეთმო, მაკგრეგორი საბოლოო დაბრუნებას გეგმავდა. ის 2024 წელს UFC 303-ზე მაიკ ჩენდლერის წინააღმდეგ უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ბოლო მომენტში ბრძოლას ჩაიხსნა. მიზეზად კი მოტეხილი თითი დაასახელა. საზოგადოება მის წინააღმდეგ განეწყო. ხალხს მისი საქციელები და გამუდმებული თავის გამართლებები მობეზრდა. I got one dude on my mind. Conor McGregor. მაგრამ 2024 წელს ბრძოლიდან ჩახსნა მალევე ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად იქცა. შარშა ნოემბერში ნაფიცმა მსაჯულებმა მაკგრეგორის სექსუალური ზალადობის საქმეში დამნაშავეცნეს და მსხვერპლისთვის 250,000 ევროს გადახდა დააკისრეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეს ბრალდებები საეჭვოდ ეჩვენებოდა, საეჭვო დახმარების თანამშრომელმა, რომელიც დაზარალებულს იკვლევდა, სასამართლოს განუცხადა, რომ მსგავსი ძლიერი დაზიანებები მანამდე არ ენახა, ასე რომ შემთხვევის უბრალო გაუგებრობაში გადატანა შეუძლებელი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაკგრეგორი კვლავ ილუზიებში რჩება და საკუთარ თავს ირლანდიის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად განიხილავს. 2025 წლის წმინდა პეტრეს დღეს იგი დონალდ ტრამპთან ერთად პრესკონფერენციას დაესწრო თეთრ სახლში, სადაც ემიგრაციის საწინააღმდეგო რიტორიკა გაავრცელა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მან ტვიტერზე განაცხადა, რომ ირლანდიის პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს. სამწუხაროდ უნივერსიტეტი დავწერებული არ აკდავე. აქ დავამთავრეთ. თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.